გამარჯობა დღეს მე ვარ კარგ ხასიათზე და თან უცნაურ ხასიათზე რაღაც მელანქოლიური ვარ. მაგრამ ჩემი ხასიათი გააუმჯობესა ორმა ამბავმა. ერთი არის რომ დღეს ჩემი სტუმარია ნუცა თოფურია. აუ როგორ წარდგენა იყო? და მეორე ამბავი ის არის რომ ჩემთვის მართლა ხალხო უნდა არ ჩათვალოთ რომ რაღაცა იმიტომ რომ სპონსორი გაგვეჩითა მაგიტო ვარ ვამბობ იგით რაღაცებს. არა, მე არ ვიტყუები არასდროს ცხოვრებაში იგით რაღაცებს. მოკლედ ყოველდღე ვჭამ საბვეიში და ძალიან მაგარია, როდესაც რასაც ჭამ და რასაც სვამ, ეგ მოდის და გეუბნება რომ მეც გჭამ და ქსვამ და ამიტომ მოდი ვიმეგობროთო. ეგ ძალიან დიდი კომპლიმენტია და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მოკლედ ჯანსაღი ძალიან გემრიელი ფასტფუდია და ეს არის ტოპ კვება ჩემ ცხოვრებაში და ძალიან დიდი მადლობა რომ შემოიჭერით ჩვენს მარტოობაში და ერთად ვჭამოთ მარტოებმა საბვეი. ხომ ბრავო. ეს ძალიან გულწრფელი იყო ჩემი აზრით. აი მართლა. ხო, მე საერთოდ ძალიან გულწრფელი ვარ, მართლა გეუბნები რა. და შენ ვიცი რომ ნინო მითხრა რომ გაგიხარდა რომ მოდიხარ. და მე ას მაგად გამიხარდა რომ გაგიხარდა რომ გამიხარდა რომ მოდიხარ. კი, მე ეგრევე ვუთხარი, როდესაც შენმა ნინომ დამირეკა რა, აუ მეთქი რა კარგია, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვალ თქო, იმიტომ რომ მეც გულწრფელად გამიხარდა უბრალოდ. კი. პირველი კითხვა. თქვენ მზად ხართ გულახდილის საუბრისთვის? დიახ, მე მზად ვარ, რომ თქვა სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ესე იგი, მე მყავს ორი ნუცა. ეხლა ძალიან გაეცინებათ ჩემს ახლო ადამიანებს, ვინც აი ძალიან კარგად მიცნობს რა. ერთი არის ჭკვიანი ნუცა, რომელიც აი სულ ეს თავის მთელი ტვინით და თავისი აი ამ ყოველთვის რო ადეკვატურად ყველაფერს ისე იღებს, კარგად ჭკვიანია და მეორე არის ცუცა, რომელიც არის საერთოდ რადიკალურად აი ამისი შებრუნებული რა და ხან ერთი ვარ და ხან მეორე. ორივე გიყვარს? ორივე მიყვარს. იმიტომ რომ ორივე რაღაცნაირია ისეთი. რაღაცნაირია. მაინც ნუცა არის ორივე, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული და ხან რომელი მჭირდება რომ ჩავრთო და ხან რომელი და გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ, რა მაქვს გადასაწყვეტი, რამეზე ვნერვიულობ, რამე აი ესეთი რადიკალური ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი თუ რა მაქვს, ხან ერთს ვრთავ და ხან მეორეს. იმიტომ რაღაცა ერთი პასუხი იმიტომ არ გითხრეს. ჩავშალე ძალიან. იმედი ახსენი კარგად. გიყვარს? ეხლა გიტყვი, ანუ სულ ამბობდი ყოველთვის, რომ აი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ახლა მარტო წავალ ტყეში, ხის სახლში და მარტო დავრჩები იქ, წავალ სადმე აი მდელოზე, ყველასგან მოშორებით სრულიად მარტო, აი სულ ამბობდი, რომ მეთქი რანაირად. ანუ რანაირად და აი ვიღაცა სოლო ტრიპები რო უყვარს ძალიან. ვერ წარმომედგინა ვერასდროს და ვამბობ, რომ რაღაც ბოლო წლები, აი ბოლო 2 წელი რაღაც ძალიან შევიცვალე. და საერთოდ სხვანაირად დავიწყე ფიქრი და პირველად როცა გამიჩნდა იმის სურვილი რომ მე წავიდე, თუნდაც ბათუმში, ჯერ ახლოდან დავიწყე. აი მეთქი ბათუმში წავალ, იმ ჩემს საყვარელ რაღაც სასტუმროში, რაღაც საოცარ ხედზე. აი მივხვდი რომ ცოტა გავიზარდე. ან რაღაცა გარდამტეხი მოხდა ჩემ ცხოვრებაში უბრალოდ ან რაღაც აი მაგრას მივხვდი და მიყვარს მარტოობა ჩემს მანქანაში ყველაზე მეტად იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მანქანა და აი რა მანქანა ყავს? BMW რომელი? X1 3.0 ძრავით 450 ცხენის ძალით. დიდი მადლობა ამომწროვი პასუხისთვის. ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა. ყველა რო გადმოვდივარ ჩემ მანქანიდან ბიჭები ესე მიყურებენ რომ ეს გადმოვიდა ეხლა ეს მანქანა ამ გოგოს რატო ყავს და ძალიან მიყვარს სიჩქარე და ძალიან მიყვარს ზოგადად მანქანები. მანქანები მეც ძალიან მიყვარს ალბათ. ცოტათი მაინც შეიძლება იცოდეთ. ან იმენა ვჭედო მანქანებზე. ხო, მანქანაში სიმარტოვე მეც ძალიან მიყვარს და თუ გქონია ეგეთი რაღაცა რომ აი სახლთან მისულ ხარ და მე ძალიან დიდ წრეზე წასულ ხარ სანამ საღამომდე კიდე მიხვალ. აი ძალიან გუშინაც
მაგალითად გუშინ წინაც იგივე გავაკეთე. ხო არის განტვირთვა, მართლა. არ ვიცი ძალიან. უმისამართოდ, რომ დაკატავებ ღამე, მუსიკა და ფიქრები. თან ჩემს მანქანის ისეთი აუდიო სისტემა, რომ ვერასოდეს ვერ შეველევი და აი ამ ჩემი სიმღერებით და შემიძლია ალბათ აი რაღაცა საათობით, ესე მარტო უბრალოდ ვიარო და მე მივიდე სახლში. და დედაჩემი რომ ეტყვის დაგინახე რომ მოხვედი სად წახვედი, სად გადავუხეთ, არ მეგონა სახლთან მივდივარ. შეიძლება დავდგე ცოტა ხნ და მე გადავუხვიო. აი ესეთი უცნაური თვისება მაქვს. ხო, დადგომები მეც ვიცი. ხო, გავარგო მანქანაში ვძივარ რა. აი ამ ერთი ნუცა რო არის და მეორე ცუცა. ჭკვიანი ნუცა და ჭკვიანი ნუცა. მე ვეძახი ესე უბრალოდ ანუ ეს რაღაც არეგონოს მაყურებს რაღაც ჭკვიანი, მაგიტო არ არის. ჩემთვის ჭკვიანი, რომელიც ყოველთვის აი ამით ფიქრობს. და მე ცუცა რომელიც ანუ ამით ფიქრობს. რაც გონია ეგრე განვაცალკევებ ბოლოს. აი რომელს უფრო იყენებ ხალხთან ურთიერთობაში? ამას. სხვათა შორის აი ძალიან ბევრი ადამიანი გამოვტყდები შენთან ახლა. რომ მე ვარ ძალიან აი ძალიან ექსტრავერტი ვარ. ძალიან მიყვარს ხალხი, ძალიან მიყვარს კომუნიკაცია, ძალიან მიყვარს აი ეს და შეიძლება სადმე წავიდე კონკრეტულად რაღაც ადგილას და 100 ნაცნობი შემოდის და 100-ვესთან ვარ აი ჩამოვუდგები, ვეჭორავები და ველაპარაკები, ჩავეხუტები, მოვიკითხავ ყველას და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად გამიგია რომ ხალხს გონია რომ თამაშობ ამას. ხო. აი, იმიტომ ფიზიკურად ვერ იქნებაო ესეთი ეს გოგო ანუ ძალიან მიმღები რო ხარ და ძალიან. აი რაღაცა ხო, აი არ მეზარება რა, აი ეს გაცემა რაღაც სითბოსი და ყურადღების და მოკითხვის და ასე შემდეგ. ყველას გონია, ბოლო პერიოდში გამიგია მე. მოვკარი ყური. რომ ვიღაცები ამბობენ რომ ეგო თამაშობსო და ეგეთი არ არისო და მინდა ვთქვა რომ აი აბსოლუტურად არ ვთამაშობ. მაქსიმუმ ახმეტელის თეატრში ვთამაშობ თუ სპექტაკლს. იმის გარეთ, ანუ თეატრიდან როგორც გამოვდივარ, ნუცა არის ის ნუცა და ის გულწრფელი ნუცა, როგორც ეს ყველასთან და ამიტომ გთხოვთ რომ არავის არ გქონდეს მაგის ეჭვი, რომ მე თუ ესე გეკცევით, მე ვთამაშობ. არა. თუ ალბათ ნუ რა თქმა უნდა გტკენია, ბევრჯერ ზუსტად მაგის გამო რომ გამცემი ხარ. ყოველთვის ჯერ სხვა არის ჩემთვის. რატომ სხვაზე ზრუნვა და მე საკუთარ მიუხედავად ტკენებისა, მაინც ყოველთვის აგრძელებ ეგრე ცხოვრებას. რაღაცა ეგ არის ხასიათი და მგონია რომ ადამიანის ხასიათს ვერ შეცვლი. და მიდგომები გეცვლება, აი მაგალითად გულისხმობ, თუ გაქვს რაღაცა დამცავი ბარიერი ჯერ შექმნილი. აი სანამ ადამიანს ბოლომდე ხო არის ახლა რომ ჩემთან მოხვალ, მე ურთიერთები სიყვარულს მანახებ აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ ბოლომდე არ გამეხსნები რა, იმ სიღრმეებში არ ჩამიშვებ. სიღრმეებში უშვებ ადამიანებს მარტივად. ვუშვებდი. მე ვამბობ რომ რაღაც გავიზარდე. რაღაცა ერთ დღეს მგონი მივხვდი რომ რაღაც ძალიან გავიზარდე, იმიტომ რომ საერთოდ სხვანაირი გავხდი. აი ეს არასდროს არ მქონია დამცავი ბარიერი. პირდაპირ ადამიანი თუ მომეწონებოდა და მასთან რაღაცნაირი პირველი კომუნიკაცია ჩემთვის კომფორტული იქნებოდა, შეიძლება და რაღაც ისეთი რაღაც მომეყოლა, რომ მე დავასრულებ და გამოვიდოდი, რატო გავაკეთე ეს? ან რატო მოვუყევი? და მე დავწყობდი ნერვიულობას, რა რატო მოვუყევი და ეხლა აღარ ვარ, ეხლა რაღაცა დამცავი ბარიერიც მაქვს, ისიც მაქვს და ესეც მაქვს და ყველაფერი მაქვს, მაგრამ თუ ადამიანთან მომწონს საუბარი და კომუნიკაცია, შეიძლება ისეთი რაღაცები მეთქმევინოს. ძალიან საჭირო სიტყვა ვიპოვე, რომ მეთქმევინა და რა ვქნა. ხო. მეც მაქვს ხოლმე აქ. ოღონდ თუ ვიგრძენი ადამიანი, რა რაც იშვიათად ხდება. იშვიათად ხდება ნამდვილად. ბოლო პერიოდში. მეგობრებთან ურთიერთობა მაინტერესებს. ახლა შენი და ლოლას მეგობრობა ვიცი, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხანია რაც მეგობრობთ. დიდი ხანია? მე და ლოლა მეგობრობთ 2020-დან. აი პანდემიიდან, საერთო მეგობრობიდან დავიწყეთ და მინდა ვთქვა რომ აი ლოლა იყო ზუსტად ეგ ადამიანი. პირველივე დღეს ჩვენი გაცნობის, ნუ ეს ხო ვიცით, ორივე ვიცოდით ვინ იყო და რაღაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ყავდა და პირველივე დღეს ისეთი რაღაცები მოვუყევით ერთმანეთს, რომ შოკში ვიყავ მეთქი რატო და ისიც შოკში იყო რომ რატო. უბრალოდ ნუ ჩემი და ლოლას ურთიერთობა შედგა ძალიან და ძალიან ესეთი ადამიანია ჩემთვის. ძალიან ძვირფასია და ძალიან რაღაც იდეალური მეგობარია, როგორც ძალიან ჩემიანია,
ძალიან კარგად ესმის ჩემი და რაღაც მაგ დროს სწორი არჩევანი გამიკეთებია რომ მეთქმევინა ეს რაღაცები მისთვის და დღემდე რაღაცა ძალიან ისე მოვდივართ რაც არ გქონია რანაირი ხო რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით აი მეგობარი რომ სწორი მეგობარი იპოვო ცხოვრებაში აუ ყველა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბევრჯერ ვთქვა თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებს თუნდაც აი გარშემო მყოფებს ნათესავებს რომ აი მე შენი მეგობრები როგორი ძვირფასები არიან და როგორ მაღლა გიყენია ცხოვრებაში რა და რა ყოველთვის მაგას გამოვხატა როგორი ძვირფასები არიან ჩემთვის ჩემი მეგობრები და მათი აზრი რაღაც მომენტში შეიძლება მათი აზრი ჩემი ოჯახის აზრზე წინ დამიყენებია იმიტომ რომ აი რაღაცა ალბათ ის მითხრეს რაც ისი მოსმენაც მინდა და ალბათ ან რაღაც უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ ვინც მყავს ეხლა აი ეხლა დღეს აქ 26 წლის ვხდები და აი ვინც დღეს მყავს ისინი არიან სწორი ადამიანები იმიტომ რომ ვიღაცები წასულან ვიღაცები მოსულან ვიღაცები რაღაცა ამიტომ ვინც იყო ისინი არიან სულ ადამიანების დაკარგვა მარტივად გადაგაქ ძართულად ყველას ეხება ეს ანუ არ აქვს მნიშვნელობა პირადია მეგობარია ვინ ძალიან რთულად გადამოქვს და მგონია რომ იმდენად ერთგული ვარ რომ ცოტა ავადმყოფობაში გადამდის ეგ მართლა ტვინის გაფილტრვას ძალიან დიდი ხანი ჭირდება რა რომ ეს ადამიანი ბოლომდე გავუშვა და თქვა რომ აი გავუშვი რა ძალიან დიდი ხანი ჭირდება თუ ის ძვირფასი იყო და უფრო ხშირად უშვებ თუ მიდიხარ შენი აზრით სულ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლი და ჯამთით ნამხელზეც მეყოფა სულ რამდენიმე შემთხვევა ყოფილა 1-2 როცა ჩემი ცხოვრებიდან წასულან მე არ წავსულვარ იცი რა უბრალოდ არა არც მე არ წავსულვარ ეგრე მოხდა სიტუაცია რომ არ გამოვიდოდა რა ანუ რაღაც არ გამოდიოდა და წასულან მაგრამ მე დაბრუნებულან თვითონ მე რაღაცები გამოდის რაღაცები არ გამოდის აი ყველაზე მტკივნეულია მაგ დროს ჯობია აღარ დაბრუნდნენ იმიტომ რომ ის ჯადოსნობა რომ ურთიერთობაში რაც იყო მე ეგეც ბრტყელდება აი მცდელობებში რომ განაახლო ზუსტად ეგრეა ხო ეგ ძალიან მტკივნეულია კი მაგრამ იმას არ გულისხმობ რაღაცა აი ურთიერთობაში რაღაც პერიოდი გაგიწყდება რაღაცა მოხდება და მე ისევ შერიგდებით ნუ ეგ არა ეგ საჭიროა პირიქით ხოლმე რა რომ რაღაცაში აიჭრებით ცოტა ხანი მოდით დავლაგდეთ და მე ისევ შევერთდეთ და ეგ ყოფილა რა თქმა უნდა უბრალოდ აი წასვლას ვამბობ ცვლილებები გინდება ცხოვრებაში ხშირად ძალიან რთულად ვიღებ და წვეთ ცვლილებებს რაც ეხება აი ძალიან რთულია ჩემთვის რადიკალური ცვლილება ნებისმიერ საკითხში გულისხმობ აი თქვა თვამობ თმის მოჭრიდან დაწყებული ეგეთი რაღაცები არა გულისხმობ აი რაღაცა კარიერულ რადიკალურ ცვლილებას რამდენად მარტივად ანუ რამდენად გიყვარს საერთოდ ცვლილებები რა არა ხო არა ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა აი შეიძლება მარაზმში ვიყო და ამას ვეძახდე კომფორტის ზონას მაგრამ იქიდან გამოსვლა ძალიან მიჭირს ანუ იმაში რომ რაღაცა კარგი ხდება მე შეიძლება ვერ შევამჩნიო იმიტომ რომ მე ჩემს კომფორტის ზონაში ვარ მარაზმში მაგრამ ვარ ხო ანუ ეხ მარაზმ ცოტა ვაბუქებ რა თქმა უნდა მაგრამ ანუ რაღაც აი ვერ ვხედავ და მქონია ეგ შემთხვევა რომ ყოფილა რაღაც ძალიან გამოუვალ სიტუაციაში და ეს ამას უკვე მიჩვეული ვიყავი და გამოჩნდა რაღაც ნათელი წერტილი თითქოს თავზე დამეცა და ყველა რომ მეუბნებოდა რა ნუცა რა გჭირს ნუცა ანუ რა მექენი ახლა ნახე ან რო ეუბნებოდიო ღმერთსო რომ რაღაცა ღმერთო რაღაც დამანახე რა გავაკეთო თავზე დაგეცაო და ანუ ამას რატო აფასე და იმე ვერ არა უბრალოდ ვერ და გაუშვი ხელიდან ეგ გაუშვი მეგობრებო ჩანს ნამი არის ჩემი ბავშვიკი რომელიც ეს დღეებია ცოტა თუთხასიათზეა და ამიტომ ყოველ დღე დავდივართ ერთად რომ გავხალისო ხასიათი
იცნობდეთ ნამი. ძალიან კარგი. მე ვერ დამყავს ჩემი 50 კილო ლაბრადორი და მინდა რომ ესე ვატარებდე. და შენი ლაბრადორი ისე რა ასე ირნებ? ეხლა რა ხდება? ჩემს ოჯახს მიმართავ, რომ ნახეთ არ მოვიტყუები მე. ვერ. იმიტომ რომ არასდროს არ ვარ სახლში. და დობის ყავს ადამიანები, რომლებიც მიხედავენ, არ არის პრობლემა და მე რაღაცა დამჭირდა იმას ვინერვიულე და მე დავლაგდი რომ დობის ყურადღება აქვს სულ და ამიტომ ჩემით ვაკლდება არაუშავს რა მოხდა. ღამე ერთად გძინავთ? არა, იმიტომ რომ დობი არის ძალიან დიდი და სახლში გაჩერება არ უყვარს. როგორ ცოტა ხანი ხო შემოვა სახლში და მე რომ და თავის სახლში რომელიც არის ზუსტად როგორც კი სახლის კარიდან გახვალ, ეგრევე კართან დევს მისი რაღაცა ძალიან მაგარი სახლი. და აქვს დიდი ეზო, ბაღი და ძალიან ბედნიერია ამ ეზოში და ბაღში და სახლში საწოლში ესე წოლა არ უყვარს, ანუ არ. მესმის, ჩვენ ბელგიურსაც ეგრე არის, ანუ უყვარს სახლში მოწონს, აი კაიპონტია, მაგრამ მე და რა, აი ესე იგი ყოველთვის მე უცებ რომ გავალ რა, ტოც დაგვლეჭ. ზუსტად. ანუ როციოდა თვითონ აკაკუნებდა, შემოდიოდა, მოივლიდა. მობეზდებოდა და გადიოდა. ისე ცხოველები ვისაც არ უყვარს. არ მესმის ეგეთი ადამიანებს, ვერასოდეს ვერ. რატო ხდება რომ ეგეთი ადამიანები რაღაცა ცოტა ისინი არიან? ვერ. რაღაცაში გუჭვილი გიპროჭებენ მე რა. რაღაცა გამოვიწყო მართლა. ეხლა ეს არ ეხება ჩემს ბიძაშვილ ნინოს, რომელსაც უბრალოდ ძაღლი არ შეუძლია სახლში, აი ბეწვი და ასე შემდეგ. მაგრამ მეც არ შემიძლია მართლა გეუბნებით უკვე. აი ესე რომ ძალიან ბევრს უთქვამს პირდაპირ არ მიყვარს ცხოველები და ანუ მე ვერასოდეს ეგეთ ადამიანს ვერ გავუგებ თან ფიქრობ. და რაღაც პრობლემა აქვს. მაპატიეთ ადამიანებო. ხო. ცხოველები არ გიყვარს. აი რო არ გიყვარს, ეს რო ამბობ, რო არ მიყვარს. ხო, აი მე არ მიყვარს, მაგალითად ვამბობ ის ყაბაყი. არც. აი ცხოველიც არ მიყვარს და ყაბაყიც არ მიყვარს, ჩემთვის ცოტა ის არის რა. უცნაურია კი. ხო. კი. ძალიან აი ძაღლები პირას დროს ვერ ამოხსენი შეიძლება ესე თქვა რომ აი ვერ მეყოლება იმიტომ რომ ბეწვზე მაქვს ალერგია და რაღაცა ეგეც არ მესმის კაი ჩემი პრობლემა უბრალოდ ჩემი პრობლემაა მაგრამ აი ძაღლები არ მიყვარს ხო მე ხარ მიყვარს რაღაცა ხო ის არის სხვანაირები არიან უბრალოდ და ხასიათი აქვს ცოტა სხვანაირი ვიდრე მე ან შენ ან ბიჭებს აი დამინომრე რაში ხარ ყველაზე დაალაგებული? აი მაგალითად კარიერა, მე ოჯახი, მე მეგობრები. აი სად გაგ დაალაგებული ყველაზე მეტად სიტუაცია? რატომღაც დამებადა ეგ? მოდი აი ამას. კარგია. მეც დამაფიქრებ და მაგით. ალბათ დავიწყებ მეგობრებით და ოჯახით. პირველ ადგილზე არის? რა თქმა უნდა ოჯახი. იმიტომ რომ ჩემი ოჯახი არის ალბათ ყველაზე ძვირფასი ჩემთვის. იმდენად ჩემიანები არიან ყველა. ხო არ შეიძლება ერთ გამონაკლისი ვიღაც ოჯახის წევრი აი რაღაცა ნერვებს მიშლის და არა. ყველა იმდენად ჩემიანია, ყველა იმდენად მომყვება ყველაფერში, რომ ჩვენ როგორ რაღაცები გვაქვს და არ გამიგია ხშირად, რომ აი ნუცა საკ რაღაც შემოთავაზებ, ხო სერიოზული. ჩვენ ესეც ხდებით. ოჯახური შეკრებები გვაქვს და რა ჯობია ნუცასთვის აბა რა ვქნა. და ეს რომელ პროექტში გავიდეს, ამ პროექტში გავიდეს თუ არ გავიდეს, ეხლა რა ქნას, აი როგორ მოიქცეს, რადიკალური რაღაცა. აი ყველა ეს ხდებით და ყველა თავის აზრს ამბობს და მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არავინ ესე არ მიკაკუნებს. და მგონია რომ ძალიან გამიმართლა, ალბათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიმართლა ოჯახში. მეგობრები ყველა ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ჩემთვის, იმდენად მიყვარს და იმდენად ძვირფასები არიან, იმედია ხვდებიან მას. მგონია რომ კარიერაც ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ჩემი, ნუ რაც თეატრიც დამემატა და თეატრშიც ვარ განსაკუთრებით. თეატრალური არ მაქვს არა. ეგ კიდე ცალკე ჩემი კომპლექსია და მაგაზე ალბათ ვილაპარაკებ შენთან. მაგრამ მე ვარ თეატრში, აღმოჩნდი თეატრში და ალბათ ეგრე იყო საჭირო, ანუ ისეთი ბედნიერი ვარ თეატრში, რომ აი არ ვიცი მართლა და ალბათ ჩემი ადგილი იყო და საერთოდ არ იყო თეატრალურის დამთავრება საჭირო და ბიზნეს ადმინისტრირებაზე უნდა ჩამებარებინა. მაგრამ ხო, ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მოვჩი. დავასრულე.
პირველ ცხოვრება ბოლო ადგილას. როგორც ყველა კარიერისტი ადამიანის ცხოვრებაში ჩემი. ალბათ. რაღაცა ხო მგონი სწორად არაფერი არ გამომრჩა. კი, ყველაფერი კარგად არის დანარჩენი. ხო და რატო ხდება ეგ? პირველ ცხოვრება არ გინდა რომ გქონდეს? თუ გაქვს ხან არ გაქვს? კიდია. ეგ კიდიას ნიშნავს. იცი რა, კიდიაც არ არის. ანუ კიდიაც არ არის, უბრალოდ აი ზუსტად შენი ეს არის რა, როს რადიკალური ცვლილებები. არ შემიძლია დავიწყო ურთიერთობა, თუ არ ვიცი რომ ეს ძალიან მყარი იქნება მე სამომავლოდ. აი უპროსტა ურთიერთობაში შესვლა მე არ შემიძლია. ალბათ ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩემ. აი ვიღაცა ადამიანებისთვის შანსის მიცემა არ შემიძლია. მე უნდა დარწმუნებული ვიყო რომ ეს ის ადამიანია, ვისთანაც რაღაცა ძალიან ისეთი კავშირი მაქვს და რაღაც ძალიან ჩემია ადამიანია და რაღაც ეკომფორტულება ეს ჩემი რეჟიმი რაც მაქვს ცხოვრების და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ სულ სადღაც ხარ, სულ რაღაცა ყურადღების ცენტრში ხარ, იქ მღერი, იქ რაღაცა სულ ფორმაში უნდა იყო. შეიძლება წინა დღეს გაიგო რომ მეორე დღეს სადღაც მიფრინავ, იქ წახვიდე, იქ წამოხვიდე, რაღაც და ეს თუ ადამიანს არ ეკომფორტულება და უბრალოდ დისკომფორტს უქმნის ოდნავ მაინც მე ვერ ვიქნები იმ ადამიანთან. ანუ არ შემიძლია. ან ესე ვფიქრობ ეხლა. და ეს უნდა ხდებოდეს ჩემთვის რამდენად ძვირფასია და თუ ესეთი ადამიანი გამოჩნდება, ძალიან გამიხარდა. მქონია სერიოზული ურთიერთობა? კი, შეიძლება ითქვას, რომ იყო ძალიან ძვირფასი, რომელმაც მოიცვა ბევრი წელი. ბევრი წელი. ხო, უბრალოდ მე ბევრი წლის განმავლობაში ვერ გამოვედი აქედან და ზუსტად ეგ ვიგულისხმე, რომ გიჭირს? იცი რა, ეხლა უკვე გაშვებულია. ბოლო წელია უკვე გაშვებულია და რაღაცა სანამ ის არ გავუშვი ბოლომდე საერთოდ არც ჩემს ტვინს არც უფიქრია სხვა ურთიერთობის დაწყებაზე, იმიტომ რომ როგორ მაპატია რომ გაწყვეტილებ, აი როგორ მიხვდი უბრალოდ რომ გაუშვე, აი რა შეგრძნებებია, როდესაც ადამიანს უშვებ. ეს რთული იყო, მე გამოცდებიც კი ჩავატარე, რომ მივხვდარიყავი, რომ ის გავუშვი. აი ესე ვიგრძენი უბრალოდ. მართლა. აი ესე თავისუფლდი. აი ხო სულ რაღაც თითქოს აი რაღაცა გიჭერს რა და ხვდები რომ აი არც კი დამიშვია სხვა ადამიანთან მაგ დროს რამე კავშირი, იმიტომ რომ სულ ეგ ფიქრები მომდიოდა რომ ეხლა იმასთან უკვე შენ ტყუილს იწყებ და ტყუილით იწყებ ურთიერთობას, იმიტომ რომ შენ არ ხარ თავისუფალი, ანუ აქ გაქვს, აქაც გაქვს და მოდი ანუ ის კარგი ადამიანია და რატომ და ატკინო გული ან რაღაცა უცბად მიხვდა ერთ თვეში რომ აი მე არა, არ მყავს გაშვებული იცი და მე მაგალითად ძალიან დიდი ხანი დამჭირდა და ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი რომ აი რაღაც ესე ამოვისუნთქე. დამჩატდი? ხო. და მივხვდი რომ და მე რაღაცა შევხვდი და უკვე ის აღარ ყოფილა რა. პეპლები? ხო, და ეს აღარ ყოფილა, ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ძვირფასი იქნება. მაგრამ აი ეს რო არ დამემართა რაღაცა რაც ყოველთვის მემართებოდა, აი მივხვდი რომ უკვე რამდენადაც სასიამოვნოა ეგ ემოცია, იმდენად ძალიან კიბნეულია. რო აცნობიერებ, რომ აღარ მაქვს პეპლები. და ის რო ძალიან ძვირფასია. თან იცი რომ სულ ძვირფასი იქნება და რაღაცა წლები მიხედავთ რომ რაღაცა ეს წლები იყო გაუგებრობა, კითხვის ნიშნები, რაღაცები და ის მოდინიც ერთი მხრიდან მეორე მხრიდან და ასე შემდეგ. მე რო გამოვიდა თითქოს ცოტა ხნით. მე მივხვდი რომ მე არ გამოდის და ახლა უნდა დავიშალოთ და დაშლიდან 2 წლის მერე გავუშვი საბოლოოდ. დაშლიდან 2 წელი დამჭირდა რომ ეს ბოლომდე გამიშვა და მე როცა ვიღაცა ისე ძალიან კარგი ადამიანი გამიშვა და იმასთან მივეცი ანუ ჩემს თავს უფლება რომ აი რაღაცა აბა მოდი ცადო აი მაგ მივხვდი რომ გაშვებული. აი მაგ 2 წლის მანძილზე რო დაგეშვა სხვასთან ურთიერთობა ქოცნობიერად იფიქრებდი რომ ღალატობ იმას? კი. მე ცოტა ვერ ვარ რა. ხო, მესმის. ანუ მეც ეგეთი ტიპი ვარ და მაგითო დაგისვიქ შეკითხვა, ხო. ხო, ანუ თუ ეგ კითხვა დასვი, მართლა ეგეთი ტიპი ხარ. ხო. იმიტომ რომ ალბათ არ დასვამ და ამას
სხვანაირი ადამიანი. უბრალოდ მე არ ვიცი ეს ძალიან დიდი პრობლემაა თუ არა ჩემი, მაგრამ მე მგონი ძალიან დიდებული თვისებები გაქვს უბრალოდ და ვერაცნობიერებ. მართლა. ეს ძალიან გულწრფელად იყო ნათქვამი და ეს ამაზე არ მილაპარაკე ზოგადად. არ. სხვათა შორის, აი, იმაზე იცინოდნენ ჩემი მეგობრებიც და ყველა მისთვის ოღონდ ამ გოგოს პირადი ცხოვრება გაგვაგებინაო. საერთოდ რას აკეთებს ან ვინმე ყოლი არ ყოლია, არასოდეს არავის არ გაუგია ჩემს შესახებ არაფერი გულისხმობ პირადში რა ხდებოდა. იმიტომ რომ მე ამას ძალიან მალავდი, იმიტომ რომ არ იყო იმ სტადიაში რომ ეს უნდა გამესაჯარავო. ძალიან სწორი და სერიოზულია ეგ. და რატო? იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მაგალითად როგორც მოხდა რომ ყველა მაგაზე ვლაპარაკობდი. ნამდვილად. უცებ დღემდე ვიღაცა მეგონიათ რომ არა, მართლა ჩემთვის ისეთი შოკი იყო უცბად. ხო. ანუ არა სერიოზულია რა. დღემდე რომ ვიღაცის ისე ბუბასწოლი შეიძლება ვეგონო ის ავტომატურად ხელს უშლის. შორებიდან კიდე დიდხანს მეგონა რომ ერთად იყავით. ბევრს. და ეს ბუბასწოლი კაცურას დაშპანტალებს ამ კლუბებში. აი მივხვდი აი ეგ და მოკიდებულება შეიძლება ქონოდა ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიწვიეთ ამ ჩვენ ერთად ვართ, აი ესე ვკიოდით მართლა ორი წელი. მაგ დროს ეგრე გრძნობდით და ნუ ეხლა რაღაცა ხო იყო. მაგრამ მე გულისხმობ რომ ძალიან სწორია შენი, იმიტომ რომ აი სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება სწორებ ეგრე. ცოტა ამ თემას ჩავაჭერ, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა რაღაცაები. ჩააჭირებეც ვილაპარაკებ, არ მილაპარაკია და რას დროს. რა უცნაურია. ძალიან უცნაურია კამერებთან ამას საუბარი. ესე იგი, რამდენი წელი იყო თვითონ ურთიერთობა? ყველაფერი, აი რო დავაჯამო? თუნდაც არ კომუნიკაცია შუაში. ნუ რა თქმა უნდა, ალბათ იყო გაურკვევლობები, დავშორდი, გავიქეცი, გამომეკიდე, ხო, აი ყველაფერი რა, რო დავაჯამოთ 6 წელი. მოიცვა. აი ეს 2 წელიც რო დავუმატოთ. ეს 2 წელი? აი დასაწყისი. ანუ 4 წელი იყავით ურთიერთობაში გაურკვევლობებით და 2 წელი იყო, როდესაც შენ ამ ადამიანს უშვებდი. გონებიდან. ოღონდ უკვე დასრულებული იყო ურთიერთობა. ძალიან ბევრია. ხო და მაგაშია საქმე, ყველა მეუბნებოდა რომ აი ვერ ხარ. ან ვერ ხარ. უბრალოდ მე არ ვიქნებოდი რა კომფორტულად და ანუ ჩემი კომფორტისთვის ღირდა ალბათ. ძალიან იცი რა არის? ძალიან ისევ რო კომფორტის ზონაში იყავი, ეგ თქვი. ხო, მე მაგას გულისხმობდი სულ. ძალიან ბევრი რო გაქნაფიქრე ეგ ეთყობა სხვათა შორის. ეგ რაღაც მომენტში ცოტა გამიკვირდა. რომ ამდენი გაქნაფიქრე რაღაცაებზე. ანუ საკუთარი თავი ბევრი კუთხით ყავს შესწავლილი. და თან მიმღებლობა გაქვს მაგ ყველაფრის. გქონია რაღაცების მიუღებლობა საკუთარ თავში? კი. და გამოასწორა? კი, აუცილებლად. ანუ მე უნდა დავიძინო მშვიდად. აი სულ როგორ რაღაცას ვაკეთებ იცი ცხოვრებაში რომ ანუ რო დავწვევი მე იმდენად overthinking ეხლა რაღაცა იმედია გამოვაწვევ აი სულ რო ფიქრობ რა ხო რა სიტყვა დავარქვი მაგას სულ რო ფიქრობს აი სულ რო ფიქრობ სულ მაფიქრალი სულ მაფიქრალი ანუ უბრალოდ ინგლისურად კარგად გამოითქმის თორე მეგობრებო მე მხოლოდ ქართულს უბრალოდ ხა და იმდენად ეგეთი ვარ რომ მინდა რომ შვიდად დავიცინო. ანუ ისეთ მდგომარეობაში არ ჩავიგდო თავი, რომ დავკარგო მოსვენება რა. აი ეგ მაქვს სულ და ეგ ეხება ყველაფერს, არა მარტო პირადს. გულისხმობ, აი ცხოვრებაში ანუ არ ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიღაცასთან სხვანაირად თქვა და მე რაღაც გაურგებლობა იყოს და ხო იცი პატარები რო ვიყავით და დაქარლები რო ეხლა დავსხდეთ და ერთად ვილაპარაკოთ და ვინ ვიზე რა თქვა. აი არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცა პრობლემა ქონოდათ ჩემთან, რომ აი ნუცამ რაღაცა სხვანაირად თქვა, იმიტომ რომ სულ მინდა რომ რაღაცა საჭირო ტყუილები მიყვარს მართლა და ვამბობ ხშირად, ოღონდ საჭირო ტყუილს. რომ ისე ვიღაცა გამაბედნიერო რა, ან რაღაცა ეგეთი ტყუილი რა. რომ აი ვიღაცას რაღაცა დავუმალო იმ ადამიანზე უარყოფითი მაგალითად და მომიტყუებია ბევრჯერ. რა ვიღაცა ჩემი მეგობარი სადღაც ვერ მივიდა და ისევ იმიტომ რომ მინდა რომ ის კარგად წარმოვაჩინო, იცი რა იმ რაღაცა საქმე ქონდა. ეგეთი ტყუილები ჩვევია. არ ვიცი ეგ შეიძლება ძალიან უარყოფითი თვისებაც არის. მაგრამ რაც შემეხება მე
რაღაც ის იყო რასადროდიში მახსოვს ბავშვობაში იყო კითხვა დასმული ესეთი გიორგი მოსიძეს ვავდა რომ ყველაზე კარგ ბალიშს წარმოადგენს და პასუხი იყო სუფთა სინდისი რა და ეს იმდენად მქონდა ჩარჩენილი ბავშვობაში სულ უყურებდი რასადროდის ძალიან მიყვარს ხო და აი სუფთა სინდისი და სუფთა რაღაცა ეგზე დავიძინო და აი ეგ მაქვს ყოველთვის რა ფიქრები ყველაზე მეტად ალბათ გიტევს ძილის წინ კი იმიტომ რომ მე არ მძინავს არ გძინავს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შემოხვიანოთ მეგობრებო რომ მე არასდროს არ მძინავ რატო არ გძინავს რატო არ მძინავს პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ ზოგადად ოჯახი ვიყავით ყოველთვის რომ ისე მოდიოდა რაღაც 2-3 საათი რომ საათს რომ შევხედავდით ვაიმე ხალხო 3 საათია დავიძინოთ ვერ უხდებოდით რა აი ვერ ისეთი ის იყო და მე ამას შევეჩვიე და ვერ წარმოვიდგენი ადამიანები რომლებიც 11 საათზე იძინებენ და იმ დროს კარგავენ და რომ მე ვიწყებ ღამე ცხოვრებას ღამე ჭამას აი ყველაფერს ვიწყებ ღამე 12-ს რო გადაცდება მე საერთოდ სხვა კომფორტია ჩემთვის რა მე ჭამა ფიქრი ყურება რაღაცის კითხვა რაღაც საქმეების გაკეთება, აი ბოლოს რა სახში მივიდივარ და რაღაცები მაქვს გასაკეთებელი, მიწერა, მოწერა, გასაგზავნი რაღაცები, ღამე, ყველა ვარიანტი ლოგინში. მე ბრავო რეკორდსმა დამპატიჟა შენს პირველ კონცერტზე. ეს იყო მარჯანიშვილის თეატრში. მახსოვს, მე თვითონ ჩავწერე შენი სახელი და გვარი მახსოვს ადგილებს რომ საზღვრავდით, მე თვითონ ჩავწერე. ეს რამდენი წლის წინ იყო? 2? 2. 23-ში. ხო, 2. ხო, 2 წლის წინ. ბუბასთან ერთად ვიყავი წესით. ხო, ორივე დაგპატიჟეთ კი. ხო. და აი მაქედან მინდოდა შენთვის მეკითხა ერთი რაღაცა. იქიდან გამომდინარე რომ მე თეატრის მსახიობი ვარ და ვარ თეატრში უკვე 6 წელია და სუპირველად გნახე მე გადმოცურავ ზღვაზე. ხო, მიხარი მე ვთამაშობდი იას. ხო, აბა. შენი ყავი? კი. დიდი მადლობა. სცენაზე ვიდექი სულ ანუ ძალიან ხშირად მაგ პერიოდში უკვე ზღვაც მოვლილი მქონდა ყველაფერი. მაგრამ შენგან გამიკვირდა მაინც იცი რა? სასიამოვნოდ გამიკვირდა. ის თავდაჯერებულობა კი არა რომელიც მოაქვს ქედმაღლობას. არა, უბრალოდ იცოდი რასაც აკეთებ რა. და ეგ არის ძალიან მომხიბვლელი. ძალიან გვერდიდან ადამიანს როდესაც აკვირდები და თან რო უყურებ როგორ უნდა ვთქვა ეგ ისე კაიფობს იმ პროცესით რაც ეხლა მის თავს ტრიალებს მე არ კარგავს კონტროლს კიდე აი ამ პუბლიკის და შემოთრევაზე მუშაობს მუდმივად მანდ მივხვდი რომ არსებობენ მართლა ადამიანები ეგეთი რაღაც არის სწავლება ჩემი აზრით რა ვერ ასწავლე ადამიანს, ახლა პუბლიკა როგორ დაიჭიროს, ეს როგორ გააკეთოს, ეს როგორ თან როგორ მელოდია, თან მუსიკა, თან წაიცეკოს, ცოტა არ იდგეს სტატიკურად. სიგიჟეა. ამ ყველაფერს შენ ძალიან მაგრა გაარჩითავი და მე მაინტერესებდა, ანუ ხშირად აქტუალურად. მე გავიგე რომ პირველი სოლო კონცერტი იყო შენ. იყო ყველაზე რთული დღე ჩემს ცხოვრებაში. და მე მაინტერესებს და ალბათ ბევრს რა, იმიტომ რომ მე მაგალითად დღემდე მქონია ესეთი მომენტები, მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, რომ აი სანამ სცენაზე გავალ, ვფიქრობ, რომ ერთი ამ ყველაფრის დედაც მოდი გავიქცევი ახლა. ხო, აი ძალიან ხშირად, მაგრამ რომ გავდივარ კი არ მეტყობა, ანუ მართლა გეუბნები, აი ოფლიანი რო ვარ და რო ვკვდები ეს ხალხი ამას ვერ ხედავს. მაგას ვახერხებ, მაგრამ ეს მიჯდება ტანჯვად. როცა შემიძლია რომ აყურებელს აი ესე ვისაუბრო ხანდახან. ეს ხანდახან მაქვს ხოლმე რა. მე მაინტერესებს აი ამას როგორ ეს მეც მქონია, რასაც შენამობ. კი, ოღონდ და როგორც აი პროექტში. ჩემი პირველი მთავარი პროექტი რო იყო, მხოლოდ ქართული, ესე ერქვა, რუსთაველის დადია და გიждდებოდი. ხო, აი რაღაცა აი მანდ მქონდა ეგ ფიქრი რომ ვაიმე ხო. დგავარ 18 წლის ნუცა კულისში. მთელი ფილარმონია არის სავსე, ჟიურიში სხედან ბუბა კიკავიძე, ნანი ბრეგვაძე, ლელა წურწუმე, რაღაცა მარინა ბერიძე და მე უნდა გავიდე ახლა და ვიმღეროთ პირდაპირ ეთერში. იავნანა კახიცის. აი მაგდროს ეგ ფიქრი მქონდა. და წავედი. და გავედი და
და გავიწყდა მართლა ყველაფერი. ეგ მართლა იყო. როგორც კი სცენაზე გადი. ანუ ჩემ ცხოვრებაში არ არის ეგრე და მაგით ვკითხე. როგორც კი სცენაზე ფეხს. ეს არის კულისის ფიქრები. ანუ აი სანამ იმ გზას გაივლი, ყველაფერზე ფიქრობ რა, აი ზიხარ სარეპეტიციაში და უნდა გახვიდე სცენასთან და გაიარო. აი მაგ დროს არის აი ეს ყველა ჭიდილი შენ თავში და ბრძოლა და არა და მიდი და გავიქეცი და სად ვირბიხარ გოგო მიდი სადღაც წახვი და როგორც კი სცენაზე გავდგი ფეხი და სხვა შორის ბავშვობიდან ეგეთი ვიყავი. 9 წლის ვიყავი ჩემ პირველ პროექტში ანა ბანაში. მანდაც აი ეგის მქონდა რომ სცენაზე გავიდოდი თუ არა ეგრევე თითქოს მომენტალურად ყველაფერი მეხსენებოდა, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე რაღაცა ბედნიერი ადგილი არის სცენა და მიკროფონი. და სცენა და შეიძლება მიკროფონი არ იდგეს თეატრი გულის. თეატრი მაინტერესებს. მოგწამლა ხო თეატრი. ძალიან მოგწამლა. აი რა ვიცი მართლა. ეგ არის სულ ყოველთვის ვოცნებობდი. იცი შენ ეს ძალიან კარგად. ხო. ხო არის რომ ოცნებობენ კინოს მსახიობობაზე, ხო მაგალითად. მე არასდროს არ მიოცნებია კინოს მსახიობობაზე. მე ყოველთვის თეატრის მსახიობობა მინდა და ერთხელ მახსოვს დედაჩემმა მკითხა რომ დედი ანუ რატო თეატრი რა? აი რა ახსნა გაქვს აი თეატრი რატო გინდა და მე მაშინ ვიყავი არ მახსოვს მქონი 14 წლის 15-ის და დედა მე იცი რას ვფიქრობ რომ კინოში მეთქი ან სერიალში შენ გაქვს 100,000 დუბლი და გამოიყვან იდეალურს შენ და თეატრში გაქვს აი ის ერთი წამი რა, ეგ მომენტი. წამი, ერთი მომენტი, მაყურებელი დაგიზის, ყველა აი ესე შემოგჩერებია და აი ის იქ უნდა იყო ის ვინც ხარ და აი ეს ძალიან დიდი განსხვავება. რამდენი როლი გაქვს? 3. უკვე 3. უკვე 3. და გამავთამამა ახმეტელის თეატრში, იმიტომ რომ სულ თავარ როლებს მათამაშებენ და აი მეთქი ვაიმე და ეგ იყო კიდე ძალიან სასაცილო, არა ძალიან სასიამოვნო, როგორ მოვხვდი საერთოდ ახმეტელის თეატრში. ერთ მშვენიერ დღეს, აი როგორი ფიქრები მაქვს, იცით, აი ბოლო ერთი კვირა ფიქრობ, აი რაღაც ახალი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. აი რაღაც ახალი მჭირდება, იმიტომ რომ აი ეს სიმღერა არის კონცერტები, მაქვს საღამო, მაგრამ აი რაღაცა მინდა და არის ზარი ახმეტელის თეატრიდან, მირეკავს სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია და ჩვენი გიორგი ყავლაშვილი და მოდი ახმეტელის თეატრში და მე ვიცნობდი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ყავს, ცხადო, ანდრია, ამ თეატრის მსახიობი, ჩემ მეგობრებიც და მათი რაღაცა ალბათ რაღაც სხვა. და დარაბებს მიღმა გაზაფხულია, ყოველთვის იყო ჩემ ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლი. არ ვიცი რატო. და ის რეზო ჩხიკვიშვილს აი სულ ესე ვუყურებდი და ზეპირად ვიცოდი. მივდივარ და მეუბნებიან გიორგი და ირაკლი, რომ მოკლედ დარაბებს მიღმა გაზაფხულიას გამთვა და მე ძალიან გამიხარდა, მე რა მაგარია. რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება და არა შენ ნინიკო უნდა ითამაშო. და პირველი კითხვა დავსვი რომ ჯერ ხო შოკში ჩავარდი და მეთქი რატო რისკავთ ხალხო ანუ მე ეს მთავარი როლი თან არ არის ნინიკოს როლი მარტივი. ნინიკო გადის 18 წლის გოგო აი საერთოდ ყველა ემოცია აქვს. ხო, ყველა ეტაპს გადის, ხო. ყველა ფერს ან იმდენად რთული გადასახარშია მისი ეს პრობლემა. იქ არის ტირილი, იქ არის სასოწარკვეთა, იქ არის სიმღერა, ცეკვა, საერთოდ ყველაფერი. რატო რისკავთ ხალხო მე რატო? და ირაკლი მითხრა ესეთი ფრაზა, რომ ზოგადად მე ინტუიცია არასდროს არ მღალატობსო და ფიქრობ, რომ აი ეხლა ნინიკოს და კოკას როლი, აი შენ და ცხადო ხართო რა. და თქვენ უნდა ითამაშოთ და ასე გაამართლა. ცოტა მე თავდაბალი ვარ ზედმეტად, მაგრამ გაამართლა, იმიტომ რომ ჩვენი ყველა სპექტაკლი არის ანშლოგით და კიდე გრძელდება და აი რაღაცა 1 საათში ვიდეო. რეპერტუარში უკვე 1 წელია რაც არის, თუ ჯერ არა. ხოჭერს უკვე ნოემბერში წინა, მოცა რამდენი ხანია უკვე, ხო, წელიწად ნახევარია. რა მაგარია და მე არ ვარ ნამყოფი, არა და რამდენჯერ შემხვდა აფიშა და რამდენჯერ მინდოდა მოსვლა. ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ. აუცილებლად მოვა. სეზონი თქვენ უკვე გახსენით? უკვე გახსენით, კი. სექტემბერი უკვე ვითამაშეთ, ახლა ოქტომბერით. ხო, აი ოქტომბერში სიამოვნებით მოვა. და დევიტრიეთ ბილეთები მეგობრებო, მივიდეთ. კი, ძალიან მიყვარს. მანიფესტაციას გავდა ეგ ყველაფერი, ალბათ შენ რო თქვი თავიდან, რომ ერთი კვირა ამბობდი, რომ რაღაცა ახალი უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში. მე მჯერა, რომ რასაც კოსმოსში გაუშვებ, აუცილებლად დაგიბრუნდება. ძალიან ჯერ. და სულ ამას აი ნუ საკარგი რა შენ სულ კარგზე ფიქრობ და ვარდისფერი სათვალით უყურებ ხო აი ძალიან ხშირად მეუბნებიან და ხალხო მეთქი ან ისედაც ერთხელ ცხოვრობთ და
თუ აი რაღაც ხელოვნურ დრამებში გადავარდებით და აი სულ რომ მოთქვამთ, აი რა იცვლება თქვენ ცხოვრებაში, ხო? ყველა კარგავთ დროს, უბრალოდ და მორჩა. და მე ვარ ადამიანი, რომელიც აი სულ ცდილობს რომ რაღაცა კარგი დაინახოს ყველაფერში რა, აი ტყუილად რო არ დაკარგოს მოთქმაში და გოდებაში. ხო, მეც ეგეთი, მაგრამ მაგას რო იცოდე ზოგადად ადამიანებში ძალიან დიდი შრომა ჭირდება, რომ მიაღწიო მაგას და შენ თუ თავიდანვე ეგეთი მოწყობილი ხონდა ტვინი ძალიან მაგარია. გვაღიზიანებ ნუცა რაღაცებს ნუ ხარ ეგეთი სულ და ეგრევა. ჩემი ოჯახის წევრებსაც ვეუბნები, აი ნეგატივი. დედაჩემს ვეუბნები ხოლმე და ნეგატივზე ნუ ფიქრობ სულ და ხალხო აი რა გჭირთ. აი ეხლა ესე რომ მოხდეს და აი ავარიაში რომ მოყვე აი ეხლა იქ ბათუმში რომ მიდიხარ და ესე რომ მიქრი 200-ით, ვინმემ რომ გაგჭრას შუაში. ანუ რატო ფიქრობთ ეგეთ რაღაცებზე? აი სულ რაღაცა ცუდზე რომ ფიქრობენ წინასწარ, აი ესე რომ მოხდეს, არ უნდა მოხდეს ესე. ძალიან კარგად იქნება ყველაფერი ხალხო და გავუშვით კოსმოსში. დადებითი ემოცი მაქსიმალურად ეცადეთ. ანუ ყოველთვის. და მე ყოველთვის მიბრუნდება. აი სულ და ვამბობ აი ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულა, რომ დღეში შეიძლება 10 ჯერ ვთქვა, რომ ვერთო მადლობა. ანუ რა კარგია, რომ ესეა ყველაფერი და მადლობა, რომ ესეთი ხალხი მყავს და მადლობა, რომ შეალაგებ ყველაფერს, მადლობა, რომ სუმიცავ და მადლობა, რომ რაღაცა. შანსი არ არის, ანუ შეიძლება არის შანსი, მაგრამ მე მგონია რატომღაც ეგრე, რომ შენ ამ ყველაფერს მიმხვდარიყავი რთული პერიოდის გარეშე. ან მადლიერება ზოგადად ადამიანებს მას შემდეგ გვაქვს სამწუხაროდ, როდესაც ვნახავთ რა არის ცუდი. შენ შემთხვევაში თუ შეგიძლია? ეს არ ყოფილა რომ რაღაცა ძალიან დიდი რაღაც უბედურება გამომივლია და არა, უბედურება აი მენტალურ თემაში გულისხმობ. არა, ყოველთვის ესეთი ვიყავი. აი მართლა ყოველთვის ესეთი ვიყავი და არ ვიცი, ანუ უბრალოდ ალბათ ხასიათია ეგეთი. ძალიან მაგარია. თან მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, კიდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარსებოდ ადამიანისთვის. მეც ესე ვთქვი. და ცხოველები არიან მადლიერები ყოველდღიურად და ყველაფერი განახებს თავის მადლიერებას თუ კარგად მოიქცევი და ჩვენ გვავიწყდება. სანამ მართლა ისე ცუდად არ გვექნება საქმე, რომ თურმე რა კარგად ვიყავი, მე ვიძახოთ. ხო, და მე ხო, ეს ჩემ შემთხვევაში ესე არ ყოფილა. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ აი ყოველთვის ყველაფერი რაღაცა ესე გამიმართლა რა და ბავშვობიდან ეგრე ხარ, ანუ რომ აი სულ პოზიტიურად იყურები. კი, მართლა. ეგ ალბათ ძალიან დიდი დამსახურებაა ოჯახის, გარემოსი. მე ანუ არასდროს მივხვდები, რომ ჩემს ოჯახს რაღაც ხო პრობლემები ყველას ქონია და ქონიათ ჩემებსაც და ვამბობ, რომ არასოდეს ჩემს მშობლებს ჩემთვის არ უგრძნობინებიათ, რომ აი რაღაც გვიჭირს რა, ანუ აკეთებდნენ ისე ამ ყველაფერს, რომ აი ჩემთვის არა ეთქვათ, ან აი ვერ დედა, აი ვერ იმ პროექტში ხა ანაბანაში შენ რომ მიდიხარ, ძალიან ბევრი რაღაც გჭირდება და ამას ეს შეიძლება ჩვენთვის ახლა აი ამ ეტაპზე არ იყოს კომფორტული, არასდროს არ მიგრძნია ისე აკეთებდნენ ამ ყველაფერს, რომ მე რო გავიზარდე, მაშინ ყვებოდნენ და მეთქი ხალხო რა, თურმე რა ხდებოდა და მე საერთოდ არ მაგრძნობინეთ. მაგრამ თან ისე გაგზარდეს, რომ არ გათამამდი. თუ გათამამდი. ხო, გეტყვით. ბავშვობაში. მე არ მიტოვებ ხა გათამამებული. არა, გათამამებული. არა, უბრალოდ ეს ახლა უნდა აღნიშნო, რომ პატარა რო ვიყავი, მინდას რო ვიტყოდი. არა, სხვა გათამამებულს ვამბობ, აი გატუტუცებული რო ყავთ ბავშვები და ისე რო იღებენ ყველაფერს, რომ ესე უნდა ყოფილიყო ესე. არა, მე ყველაფერს ვაფასებ და ჩემ მშობლებმაც იმედია იციან, რომ საერთოდ ყველაფერს ვაფასებ, რაც გაუკეთებიათ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, რა თქმა უნდა. და ძალიან მადლიერი ვარ მათი. მეგობრული გარემო რო არა აქვთ ადამიანებს მშობლებთან ურთიერთობაში. ეგ ძალიან მაგრა ისახება ხოლმე, მე თუნდაც მეგობრებთან ურთიერთობაში, პირად ცხოვრებაზეც, ყველგან აისახება. სულ ყოველთვის. აი მე ვამბობდი, როგორც ძალიან ბევრჯერ აღნიშნავს, რომ აი მე დედაჩემთან როგორი ურთიერთობაც მაქვს, ძალიან დაქალია ჩემი. აი ნუ ვუყურებდი ჩემ მეგობრებს, რომ აი რა დედაჩემს მოვუყვე, რა
რას ამბობ და არ ქონდათ ისეთი ურთიერთობა რა მშობლებთან ძალიან დისტანცირებული არ მესმოდა რანაირად შეიძლება იმიტომ რომ შატალოზე მივდივართ მთელი კლასი და რაღაც ბავშვობაში ხო და იქ მივდივარ აქ მივდივარ და ძალიან მენდობოდნენ იმიტომ რომ ეს ნდობა დავიმსახურე და საერთოდ არა ზროს პრობლემა არ ქონიათ არაფრის თან ჩემ მეგობრებსაც იცნობდნენ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელი დარწმუნდეს რომ თავის შვილს ყავს ჯანსაღი გარემოცვა და დამღუპელია ძალიან დამღუპელი არა ჯანსაღი და რა დარწმუნდნენ რომ მეც და ჩემ ძმასაც ყავს ძალიან კარგი გარემოცვა დამშვიდნენ მე დამოუკიდებელი რამდენი წლიდან ხარ ფინანსურად გულისხმობ ფინანსურად დამოუკიდებელი აი პროექტის მერე უკვე 18-19 წლიდან ეგ კიდე სხვა თავდაჯერებულობას მარტებს ადამიანს. აი, ეგ რო არ მქონდეს, რო ხშირ შემთხვევაში რაღაც მეც ვეხმარები მშობლებს პირიქით აქეთ და რაღაცა ჩვეულებრივ ჩართული ვარ საერთოდ ყველაფერში. ეგ არის მაგარია ჩართული. აი, დენაცია მომნა, რომ აი რო ვიკითხავ, რომ რაღაც სხვა გჭირდებათ, ეხა უცბად რაღაცა, აი რო შემიძლია რომ ეს და როდის ვიგრძენ იცი სიმართლე რო გითხრა, რომ შევდექი როგორც ადამიანი, ვთქვათ, ან კარიერულად როცა აი დედაჩემს თქვა ესეთი რაღაც რომ როცა შემეძლო რომ ჩემი მშობლები საღამოს ვახშამზე დამეპატიჟებინა მე სადღაც წავსულიყავით ქვეშოპინგ ან აი შემეძლო ჩემი მშობლები რაღაც სამოგზაუროდ გამეშვა და რაღაცა ბედნიერები ყოფილიყვნენ და აი რაღაცა შემეძლო მათი გახარება აი მაშინ მივხვდი რომ მე შევდექი რაღაცა ცოტა ჯერ ბოლომდე არა აი რაღაც იმით რომ პირიქით აქეთ მათ გავუკეთო რაღაც. კარგი, რასაც მთელი ცხოვრება მე მიკეთებდნენ, ხო მე გავუკეთო. ცოტა 1% მაინც. შენი თვისებები მაინტერესებს, რომელიც გაღიზიანებს. კი ბატონო. ჩემი თვისებები, რომელიც მაღიზიანებს ზედამეტად მარტივად ვენდობი ადამიანებს და მე რო ამას გავიაზრებ, ნერვები მეშლება. მაგრამ უკვე ვენდე. ხო. არ ვიცი ეს. აი, რაღაცა გული გადაუშალე. ზამად მარტივად. კიდე? რაღაც აი დაუფიქრებლად ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა. აი, ჩემზე ვარ პირად, რა თქმა უნდა. რაღაცა აი იმიტომ რომ იმ მომენტში ხარ. ხო? ვაფშე მომენტის ტიპი ხარ, აი მომენტში თუ ხო? მე სულ მაგას ვამბობ, რა მაგარია, წამოდღეს წავიდეთ რა სადმერთად. აუ რა დღეს ხვალ წავიდეთ, რატო ხვალ, აი რატო ხვალ. დღეს წავიდეთ, ხო გცალია, მეც ხომ წალ. აუ კი, მაგრამ აი ხვალ წავიდ, რატო? აი იქნებ ხვალ საერთოდ არ იღვიძებ. აი რატო ხვალ. და ძალიან არ ვიცი ხა აი მაღიზიანებს თუ არა, მაგრამ ძალიან სულსწრაფი ვარ. ყველაფერი გინდა გუშინ? ხო. მეც ეგრევე. ძალიან სულსწრაფი. ეგ გეხმარება კიდეც ძალიან ბევრ რაღაცაში, მაქსიმალისტი ხარ ესე იგი. ძალიან. ცოტა პერფექციონისტ, მაქსიმალისტ, ცოტა პედანტი. რაღაცა. ვარ. კი. აუ ჩვენ ის თვისებები რამე ხო არ არის კიდე ადამიანებში, რაც აი კაცებში მაინტერესებს, ეხლა კაცი მაყურებლები შენ გეყოლება ბევრი. ეხლა ტრენდი რო არის ახალი, ხო რა ტრენდი არის გოგოები აკეთებენ, ჩვენი მეგობრები. ათიდანათია, მაგრამ არა, პუნქტები, რომელიც კაცს ნაკლებად მამაკაცს სურს ხდის. ეს პუნქტები აქვს ჩამოწელი, არ გინახავს გოგოების ვიდეო, მე ვუყუროთ ჩვენ ელენიკო ფოქსის დანაცკას ვიდეოებს, აი რაღაცა ძალიან კარგად ყველაფერი და ეს რა ქვია, აი ვფიქრობდი წინაზე რომ ვუყურებდი გოგონების ვიდეოებს. აი რა თქო, აი პუნქტები რო ჩამომეწერა თქო და ვერ მოვიწადინე რომ ჩამომეწერა ესე პუნქტები. აი გოგოებს ძალიან ჩაშლილი აქვთ კიდე ბევრი ის აქვთ ძალიან რამდენიმე ნაწილი აქვთ და მე ამდენი ვერ მოვიფიქრე. პროსტად აი ესე არ დამჯდარვა რომ ამაზე მეფიქრა. მაგრამ აი მაგალითად რა მაღიზიანებს კაცებში? რედ ფლეგები? აი პირველივე წარმოიდგინე? პირველივე აი იმაზე პაემანზე რო შეამჩნიობის რა თვისებები უნდა იყოს რომ მეორედ უკვე აღარ ნახო. გაგიმარტივე რა სიტუაცია წამოვიდგინე. იუმორის გრძნობა რო აქვს 0. ეს რო ვერ ხუმრობს თუ შენ ხუმრობებს რო ვერ იგებს. და ეს ინტელექტზე აისახება ჩემთვის პირადად. კი, რა თქმა უნდა. ძალიან.
აი ეს იუმორის გზობა შეიძლება ვიღაცას ძალიან გაიცინოს, რომ ეგრევე ხალხი ხო ეგრე ძალიან ჭრილში ფიქრობს. რა იუმორი, ანუ ვერ ყვება ანეკდოტებს, მაგრამ აი ყველას ეგრე გონია და არა ხალხო აი ეს არის რომ ჩემი 700 მეგობარი რაღაცას იხუმრებს და აი შენ რომ ვაფშე ვერ იგებ ვერაფერს და ვერც იმას ვერ იგებ. შენ თვითონ ვერ ხუმრობ, კარგი, ჩემს რაღაც ხუმრობას და ეს მარტო ხუმრობაზე არ არის რა იუმორის გზობა, ჩემთვის აი ძალიან როგორ ახსნა არ ვიცი, ჩემთვის ძალიან ესეთი ის არის ფართო რაღაცაა რა. რომ აი რაღაცა ხადაობას რომ ვერ გაიგებს და ის სინამდვილეში ძალიან მაგარი ღადაობა რაღაცა თქვა. მე ვერ ვიტან რომ ვერ მეღადავება მე. ხო. მე უნდა მეღადავა. თან რაღაცა ეგ ფლირტიც აი ფლირტნარევი ღადაობა რო ხო იცი რაღაც აი ძალიან კაია და ეგ რო არ შეუძლია რაღაცა. რაღაცა წაურეთ ფლეგებს. კაი, ვერ გაგეხუმრა, კიდე რა ქნა. კიდე რა ქნა და შენი ხუმრობაც ვერ გაიგო? ჩემ ხუმრობს. ნუ ეგ ეხა ერთ ამბავი ბავშვი. ხო, მაგრამ ჭამთ. ჭამთ. დავიმატა. ჭამთ. ხო, მე ვარ ანუ პირის აპარატს მეტყველებას როგორ წერს, როგორ ეს მწერს, ანუ ლათინურად წერს, ქართულად წერს, ასე ნიშნებს წერს, არ წერს. აი ყველაფერს ვაკვირდები და ცოტა ვერ ვარ, ან მაგას ვამბობ. იმდენ დეტალს ვაკვირდები, რომ ვერ ვარ. და შეიძლება ისეთმა დებილობამ უცბად გამიქროს. აღარ მოვწონს აი რა. ჩემი აზრით სასვე ნიშნებს თუ წერ და არასწორად წერ. ეს არის, მაგას ჯობია რომ ხო. თითო სიტყვა ცალ-ცალკე მიწერო და ტუნ ესე მიუვიდეს notification-ი, ვიდრე გეგონოს რომ ყველა რომის წინ მძიმე იწერება. ხო. აი მართლა ეგრე არის. უბრალოდ აი ეს red flag-ები კი არ ჩამომithვლე, უბრალოდ მე რასაც ვაკვირდები, ყველა ფერს ვაკვირდები, ჭამის მანერას დავაკვირდები უეჭველი, ხო? აი რაღაცა მანერებს, რაღაც სახის მიმიკებს, აი როგორ მისმეს, მსმენელია თუ არა. აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გაწყვეტინებს. თუ შეიძლება რაღაც მომენტში გავაწყვეტინებ, მაგრამ მუდმივად რომ ვაწყვეტინებს, აი ბევრი რაღაცა ძალიან ბევრი რაღაც ჩამოვთვალე და ესე არ არის. უბრალოდ ესე შეიძლება არ ვთქვა. მაგრამ რაც გამახსენდა, უცბად თქვი. კიდე ეგ მაგას ვამბობდი, რომ აი რომ ვუყვები რაღაცა მნიშვნელობას და აი თითქოს მისმეს და რო ხვდები რომ ვაფშე არ მისმეს სინამდვილეში. და მსმენელი არ არის. აი მე ძალიან მიყვარს მსმენელი ხალხი. აი მე მყავს მეგობრები, რომლებიც არიან მსმენელები და რომლებიც არ არიან მსმენელები. რაღაცა თვითონ რომ იყვებიან და მე მთელი არსებით რომ ვუსმენ და აი რომის პირში შევუძრე და მე რო რაღაც სერიოზულად უყვები და აი გაფანტულები რო არიან აი რაღაცა თავისი გაახსენდება თან ტელეფონს აიღებენ და ეგ უნდა მეკითხა. ამ ეს ბიჭი გელაპარაკება, ეს შენ რაღაც ამბავს უყვები. უცებ ტელეფონმა დაურეკა და პირდაპირ აიღო. ბოდიში არ მოგიხადა. red flag-ია რა ვქნა, უბრალოდ მე ვარ თვითონ. მე ვარ ჩემთვის ჯერ კიდე კაი არ ვქნიათ. ხო, აი, არ ვიცი. ანუ ჩემთვის პირადად ეს უსიამოვნოა. კაი, მაშინ ისე მითხარი, აი ისეთი თვისება, რომელიც აი ეგრევე რო გპეპელავს. აჰო. რაღაცნაირად რაღაც ძალიან მზრუნველი როა, ჩემთვის ძალიან მზრუნვალ კაცს აქ სხვანაირი თვისებები, ბუნებრივად მზრუნველი როა და რაღაც ეს husband material არ მინდა რომ ხა ეს მაინც ესეთი მზრუნველობა გამომივიდეს, მაგრამ რაღაცა მზრუნველი და gentleman-ი როა. ოღონდ ეს რო ბუნებრივად აქვს და რო ამას აბალანსებს, რაც ისეთ მეტად რაღაცა და არც ის. უბრალოდ ეგეთია რა, აი კაცს რაღაცა კაცური ძალიან ესეთი თვისებები აქვს. ხო, დეტალებს რო აქცევს ყურადღებას, ეგ ხო ძალიან მაგარი. აი რაღაცა პატარა დეტალი, აუ ეს რა კაია, აი რაღაცას რო იცახი და მე თვითონაც შენ თვითონაც რო ეგეთი ხარ. ზუსტად ეგეთი ვარ მეც. აი მეგობარი რაღაცაზე თუ იტყვის, მიწიდან უნდა ამოვიღო ეგ რაღაცა მე რა. ხო. კიდე ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ანუ გარემოცვასთან როგორ კომუნიკაციობს რა, მაგალითად, აი ჩემი დაქალები წავიყვანე. ხო. და მან ვარ ყველაზე დაკვირვების პროცესში, რომ გავიგე ხა ჩემთან, გავიგე რომ ეს იდეალურია, მაგრამ აბა ახლა ჩემ დაქალებთან სუნუცანუცა თუ იმასთან ინტეგრაცია შეუძლია მთან კომუნიკაცია, იმას თუ იჭერს, იმის ხუმრობას თუ იჭერს ის, მანდ ძალიან მაინტერესებს ხოლმე მეგობრები. ლიდერის ფუნქცია თუ აქვს მეგობრებში, ეგ არის ჩემთვის კიდევ მნიშვნელოვანი. რა, ანუ ჩემ მეგობრების გარემოცვაში დაიჭრდილება
თუ ხელმძღვანელი გაიჩითება ამ სიტუაციაში, ეგეც მნიშვნელოვანია ძალიან. ძალიან მნიშვნელოვანია. კი, რა ჩემ მეგობრებთან მე ისეთი მეგობრები მყავს, რომ მაგათ თუ გაუკაჩავს ყველას და თავს მოაწონებს, აი всё. ეგ არის. ყველასგან თუ აქვს დასტური, ესე იგი შეიძლება რომ ცადო. ხო, მაგაში მართალი ხარ. ძალიან ჩემთვის აი ხო გეუბნებ მეგობრებს როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს. კი შეიძლება მე ესე ვფიქრობდი და მე სურას ვამბობ, რომ აი მარტო ნახე, აი რო გეუბნებიან, ხო? გავიგე მარტო ვიქნებით ორივე როგორ იცი, მოკოპწიავებული ლამაზები და აი ვლაპარაკობთ იმას, რაც გვინდა, შეიძლება რაღაც გავაბუქოთ, შეიძლება რაღაც დავუმალოთ და მეგობრებთან ერთად ხარ ის, ვინც ხარ. თორე ის ვთქვათ ლოლა გეტყვის, რომ ქალო რეებს ყვები ეგ ისტორია სხვანაირად არ არის შენეგრი არ მოქცეულ ხარ. აი ეგ და ხარ ის, ვინც ხარ და უფრო შენს ბუნებრივ სახეს ხედავს. შენ მეგობრებს ხედავს, ანუ რა მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. კი, მართლა ეგრეა. ხო და აი ეგრეა რა, ოჯახის წევრი მანახე და გეტყვი ვინ ხარ შენ, ეგეც ყველაფერი ჩდება რა. ძალიან დიდი გავლენა როცა აქვს ადამიანებს გარემოცვას და დააჩვენო შენი გარემოცვაც. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეჭვიანი ხარ? არა. როგორი დაუფიქრებელი არა იყო, გთხოვთ. აი ურთიერთობაში თუ რაღაც ზოგადად ნებისმიერ მეგობრებთან ურთიერთობაში? არა, აი რატო? ხო, მაგალითად არა. ახსნი. ყველას ვიცი რა ადგილი უკავია, ანუ რაღაცა ჩემს, ყველას აქვს თავისი ადგილი და მეც ვიცი მათ გულში რა ადგილი მიკავია. შეიძლება ჩემი ილუზია იყოს, მაგრამ მიკავია და არ ვარ ეჭვიანი და ნერვებს არ ვიშლი ეჭვიანობით, იმიტომ რომ შეიძლება ტყუილად ვეჭვიანობ და რაც შეეხება პირად ურთიერთობას, არასდროს არ მიეჭვიანია ესე. შეიძლება ხა ბევრი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მგონია რომ არ ვარ ეჭვიანი, იმიტომ რომ მე თუ ის ადამიანი ავირჩი ესე იგი ვენდობი და ხა ეჭვიანობა და ტვინის ბურღვა რა თმინდა. მაშინ დავშორდები თუ ეჭვიანობა დავიწყო, ესე იგი ნუ დავშორდე. ან ვიყო მშვიდად, იმიტომ რომ ვენდობოდე ძალიან. აუ რა მაგრად თქვი. რა მარტივად თქვი. მაგრამ ნუ ეგრე ვფიქრობ. შეიძლება უბრალოდ ისე ლაპარაკობ ეხლა. მე ვფიქრობ, რომ სადაც სიყვარულია ცოტა ეჭვიანობა მაინც არის. რა ჯანსაღი ეჭვიანობა, იხა კაცი რო ეჭვიანობს შენზე ცოტათი ხომ მოგწონს. ოკეი, ძალიან. ხო. ახლა და ამას ძალიან საყვარელი გამოგხატავს. ანუ შენ ცოტა პატარ-პატარა ეჭვიანობები უნდა აკეთო. ეს ალბათ თვითონ ურთიერთობა მოიტანს რა ამ რაღაცებს, რომ ბუნებრივად იქნება ეჭვიანობები, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ისე მესაყვარლება რო ეჭვიანობს. ოღონდ ამას რომ ძალიან ესე გამოხატავს საყვარლად. და არა ნერვებს კი არ გიშლის. ხო. მაგრამ ისეთ რაღაცა ჩაგიტყავს და გეტყვის, რომ ხო, კი, შეიძლება და ეს სანსაციამოვნოა მართლა ხა კაც ფეხზე კიდე ხარ და ვაფშე არაფერს არ აღნიშნავ შენ იმას რომ რაღაცა ვიზუალში ცვლილებებსაც რო ვერ ხდებიან ხოლმე ეგეც როგორი მოსაწყენია. კი. რადიკალურ ცვლილებებს. შეიძლება ოდნავ თმა მოვიჭერი, ბოლო ჭამიებ მოვიჭერი, ეგ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ რაღაც აი რატო ვერ უნდა შეამჩნიოს ეგეც? არ ვიცი ხა არ ვიცი ხა მეც ეგ რომ მეთქვი ხა ძალიან იმას მეტყოდნენ რა თქო ვერ არისო. მაგრამ რა ვიცი, მე შევამჩნევდი. ეგრევე ვამჩნევ. ყველაფერს, დიახ. ძალიან perfect კაცი დავალაგეთ მე დანანკამ, მაგრამ იქნებ არსებობს. უეჭველი, ოღონდ ორი გთხოვთ. ერთი ეხლა არ გაგვაწეწინოთ ერთმანეთი. ხო, ორი, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დავემთხვიეთ და თუ შეიძლება თუ ორი ხართ. ხო, სიყვარული გინდა? კი. ხვდებით ხო ალბათ. რატო ვიკითხე ეს? სიყვარული მინდა. აი ესეთ ეტაპზე ვარ ახლა, რომ სიყვარული მინდა. უკვე მზად ვარ რა, რაღაც ისთვის რა. შევიდე რაღაც უკვე იმაში. და რომ ყველაფერი სხვა თითქოს ყველაფერი დაალაგებული მაქვს რა. ხო. თითქოს ან შვიდად ვარ. ხო. და ეხლა თუ რაღაცა გელოდებით. ეგრე დაალაგდა. ხო, რაღაცა ეგრე. და უცბად რომ გავდივ ჩვენ მანიფესტაციით, რომ გავდივართ ეგ სადღაც. ზუსტად ორ დრო დგანა. ვაიმე, შენ პირშაკ ხარ მართლა მომცარო. ანუ მართლა ხო არ გეგონოთ რომ სასოწარკვეთილი ქალები ზიანა, ძალიან მშვენიერი ცხოვრება გვაქვს ორივეს. ისე თქვენთვის ხო, უბრალოდ ხო რა, იმას ვლაპარაკობთ რა, სიყვარული მართლა ყველას უნდა ალბათ რა. თვითონ რო ეწვიოს, ვიღაცას რო უყვარდეთ კი არ გვინდა.
ან გაგვირიგონ ვიღაცა. ხო, არა, იქ გრძნობა გინდა რა ადამიანს, ახლა რისთვის დავიბადეთ რეალურად, მარტო კარიერისთვის ხო არა. მე ძალიან მიხარია რომ შენ თეატრში საკუთარი თავი იპოვე, მე მინდა რომ ბევრ მიუზიკლში გნახო და აი იმ სტილის რა, მე გადმოვცვა რომ ზღვის სტილის მიუზიკლით ძალიან მოგიხდებოდა სამწუხარო რომ ეგ სპექტაკლი ახლა. ძალიან სამწუხარო. არ არის? ძალიან. იმედია რაღაცა ბევრი სიახლე მოხდება შენ ცხოვრებაში. მე მჯერა ორივე ცხოვრებაში. რა პოზიტივსაც ასხივებ, ეგ პოზიტივი მინდა რომ ასმაგად დაგიბრუნდეს და ვიცი რომ დაგიბრუნდება. მზე ხარ. სხვა შორის ლოლასაც ეგ ვუთხარი მე მგონი რომ ჩემთვის ის არის. ხო, აი რაღაცა მზის ენერგიასავით გაქვთ ორივეს და მაგარია, ერთად ალბათ ბომბა ხარ. ძალიან დიდი მადლობა. აი, ალბათ ჩემ სულ ვიტყვი რომ, რა ვიცი, რაღაცა ძალიან ბევრი ინტერვიუ რაღაც ის ყოფილა მაინც რამდენი ხანია რომ და ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და განსაკუთრებული და მადლობა შენ ამის. აუ, ძალიან დიდი მადლობა. რომელიც სულ მემახსოვრე. ძალიან ცუდი რაღაცა დამემართა, მოკლედ 20 რიცხვში ახლა სულ ცოტა ხნის წინ, აი ნამი მაგიტო არის ხოლმე ცოცხლისიაზე. ჩვენი უხუცესი ოჯახის წევრი წავიდა ჩვენგან. იაშა, ჩემი ცალთვალა ძაღლი. გო. არ ვიტირებ, ახლა მინდა რომ სულ ტრაურში გავატარეს 4 შაბათიდან მოყოლებული. მოკლედ, ერთადერთი ის ვიცი, რომ ყველაფერი გავაკეთებ, მაგრამ ამან ეს გაზარდა რა 12 წლის იყო, წარმოიდგინე მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც იაშა მოვიდა ჩემ ცხოვრებაში. ვიღაცაებმა შეიძლება თქვან რომ ცხოველია, მე რა, მაგრამ ყველაზე შიშველი ემოციურად ყავარ მას ნანახი, ხო, ერთად ცხოვრობდით 12 წელი ხალხო. 12 წელი ოჯახები ვერ ცხოვრობენ. ნანახი აქვს ჩემი ყველაფერი. ქორწინება, განქორწინება, რაღაცა მიიღო ბუბა, მე გაუშვა ბუბა, ყველაფერი ერთად გვაქვს გავლილი და ძალიან დიდი დანაკარგია რეალურად. ოჯახის წევრს კარგავ, სულ ფასოვანს ოღონდ. და ამიტომ რაღაცა ვერავარ რა. და კლინიკიდან მოვდიოდი, სტაციონარში მყავდა. რაღაც ვიზიტის საათები იყო გასული, უკვე ძალიან სულად ვიყავი და მაგ მომენტში მომაძახა ამ ბიჭმა და მაგ დღეს პირველად გავიყინა. და ეგ იყო ძალიან მაგარი. ხო, ნამი მაგიტო დამყავს ეს დღეებია სულ ჩემთან ერთად, იმიტომ რომ არ ჭამს და სუტილის. ხო, მაგრამ პოზიტიურად უყურებ, რა თქმა უნდა, ამ თემას. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ 12 წლის მანძილზე ძალიან ბევრი კაი გვაქვს ერთად ნანახი. ხო, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. მაგრამ ეს იგი საჭირო იყო. ხო. ძალიან საჭირო იყო. ხო, და ამით კიდე იმის თქმა მინდოდა, რომ ხალხო შეიძლება ტვინს ჭამ ამ თემით, მაგრამ ეს ცხოვრება წამია და ყველა დავტყვეთ თითოეული წამით, იმიტომ რომ შეიძლება ბოლო იყოს. მართლა ეგრეა რა. მართლა ეგრეა, კი. თან ხო, ეხლა მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო ჩემთვის რა, იმენა ჩემთვის მენტალური კამბექი თუ რაღაცა იყო, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ ხალხო ეს დღეებია. აი ძალიან. და კარგად ჩამირტყი ენერგეტიკულად რაღაცა მომეცი შენ ისე რომ ვერცად ცნობიერებ რაღაცა ენერგია და ძალა მომეცი. მართლა. მართლა. აი, მაგალითად ყველაზე მეტად გამახარა მართლა. ძალიან პოზიტიური ხარ და რაც ვთქვა ენერგეტიკა გაიგე, აი ესეთი ძლიერი ძალიან. მიხარია თუ ეგრე. აი რო გითხარი რაღაცა უნდა ვთქვა თქო, ეხლა ეგ უნდა ვუთხრა ჩემ ერთ-ერთ კომენტატორს რა. ჩემო ძმაო, მომისმინე. ვიღაცამ დამწერა წინა ვიდეოზე, ჩემ ჩაცმულობაზე. გააკეთე კომენტარი და თქვი, რომ პაპაშენს არაცვია ვენახში ეგრე თუ რაღაცა რა. მოკლედ ძალიან უგემოვნო ხარ ეს ერთი. მე მეორე არ შეიძლება მსგავსი კომენტარები დაუწერო გოგოს. მე კომენტარებს ზოგადად ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ეს ძალიან მომხვდა რა. ყველა მიხედავს თავის ჩაცმულობას, დარწმუნებული ვარ. ნასკები გაცვია დაბალყელიანი. დარწმუნებული ვარ და დიხარ ბრიჯებით, რომელიც და აი ჯინსის ბრიჯებით და დარწმუნებული ვარ მეტკუცული მაიკა გაცვია და არმანი გაწერია და პატარა ღიპი გაქვს. და იგრეც რომ გეცვას,
აი მაგ ჩაცმულობასაც მოვირგებ მე აუცილებლად და შენ ვერ მოირგებ ჩემნაირ ჩაცმულობას და საერთოდ ნუ განსჯი ადამიანს იმიტომ რომ კაცმა არის იქნებ მეტი არ მაქვს აი რა იცი რა უფლება გაქვს საერთოდ ეგრე ლაპარაკის და უყურე პოდკასტისთვის და ნუ მიყურებ რა მაცვია და როგორ მაცვია რა კარგად ვიყავი ბრავო ხო მართლა ძალიან მტკივნეულია როდესაც აიგეთ პრიმიტიულ თემებამდე დადიან. რომ იმას რა ეცვა, ეხლა რა მეცვა, რას მეცვა ძმაო. მეცვა, ხომ თავარი ის არის მეცვა. არ მაცვია, რატო არ გაცვია? გაცვია, რატო გაცვია? ვაფშე ვერ გავიგე. უყურე რა. ვაუ. ხო და ეხა მე შევუხამი ჩემი ჩაცმულობას Subway. ძალიან ისება Subway. ხო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ Subway-ს რომ და მეგობრთა და გაგიმარჯობთ Subway